ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი დანამატი ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს. ახალი კვლევის შედეგები როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა გამოაქვეყნა. რეკლამები იმის შესახებ, რომ ასეთი სასმელები ენერგიის უცაბედ მოზღვავებას იწვევს, მართალია, თუმცა შემაშფოთებელია ის უარყოფითი გავლენები, რაც მის მოხმარებას მოყვება. ფრანგულ-ქართულ სამედიცინო ცენტრ კახეთიონის გასტროენტეროლოგ მარიამ წოდოლიშვილის განმარტებით, გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებზე დამოკიდებულება იწვევს გულსის გზარხვთა დაავადებებს, დიაბეტს და სხვა. გაზიანი სასმელები, მით უმეტეს რომლებშიც შედის შაქარი, ხელოვნური დამატკბობელი და ენერგეტიკული სასმელები, ჯანმრთელობისთვის არასასურველი და დამაზიანებელი პროდუქტებია. უფრო კერძოდ რომ ვთქვათ, გაზიანი სასმელები, რომლებშიც კიდევ ერთხელ ვამბობ, შედის შაქრის შემცველობა ძალიან დიდი რაოდენობით, არა მხოლოდ იწვევს შემაწუხებელ შებერილობას და ეს ისედაც ძალიან ხშირი ჩივილია გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში, არამედ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ხელოვნურ დამატკბობელს, რომელიც რისკი არის მეტაბოლური სინდრომის განვითარების. გულისხმობ მაგალითად შაქრიანი დიაბეტის, მით უმეტეს მოზარდებში, რომლებიც პრაქტიკულად დამოკიდებულები არიან ამ სასმელების მიმართ. და ასევე ღვიძლის კუთხით მაგალითად შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნება, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს შაქრის შემცველ პროდუქტებს და მათ შორის ამ გაზიან სასმელებს. რაც შეეხება ენერგეტიკულ სასმელებს, მე ვფიქრობ, რომ ენერგეტიკული სასმელებთან უფრო მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მათი ზუსტი შემადგენლობა არ ვიცით მათ შემადგენელ ნაწილებში რა არის ისეთი და კონკრეტულად რა პრობლემებს იწვევს, ახლა მიდის ამაზე კვლევები და თითქმის ძალიან ხშირად იდება ახალი კვლევები, რომ მაგალითად ენერგეტიკულ სასმელში შემავალი კონკრეტული რაღაც ნივთიერება იწვევს ამ პრობლემას და ასე შემდეგ. მაგალითად ერთ-ერთი ახალი კვლევით მასში შემავალი ერთ-ერთი ცილა, ენერგეტიკულ სასმელში შემავალი ერთ-ერთი ცილა იწვევს ლეიკემიური უჯრედების ზრდას და შესაბამისად რისკი არის ავტოიმუნური სიმსივნეების განვითარების. პლუს ამას მინდა ვთქვა, რომ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური ჰეპატიტიც, გვქონია პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადი მომხმარებლები არიან მოზარდები, არ ვიცით ამ ასაკში განსაკუთრებით უფრო გრძნობიარეა ორგანიზმი და შეიძლება უფრო რთული და სავალალო სიტუაციები, ასე ვთქვათ, გამოიწვიოს. თან იწვევს დამოკიდებულებას, როგორც ვიცით, არა მხოლოდ გაზიანი სასმელები, არამედ მით უმეტეს ეს ენერგეტიკული სასმელები, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ მოსახლეობას, მით უმეტეს მშობლებს, რომ იყვნენ ყურადღებით თავიანთი შვილების მიმართ და კატეგორიულად უნდა შევამციროთ გაზიანი სასმელების, ამ დამატკბობელი სასმელების მიღება და კატეგორიულად უნდა ავკრძალოთ ენერგეტიკული სასმელების მიღება.